გამარჯობა ყველას. ძალიან ხშირად ხდება კითხვები ქალის სამსახური კანადაში. ჯგუფებში რამოდენიმე ადამიანმა მომწერა პირადში ამ შემდეგ. მე გეტყვით ჩემ გამოცდილებას, ჩემ აზრს, რაზეც ალბათ აქ მცხოვრები ქართველების და ზოგადად კანადელების 90% დამთანხმდება ამაზე. კანადაში ქალის სამსახური არ არსებობს. ანუ რო თქვა, რომ ამას მხოლოდ ქალები აკეთებენ გარკვეული მიზეზის გამო, ან გარკვეული მიზნის გამო. არ არსებობს. პირველად ეს თქვა მუშა თუ როგორ თქვა, ანუ ხელოსანი, არ ვიცი, ქალი რო დავინახე, იყო Fort Mac-ში 2012 წელს გოგო მოვიდა. ქართველებმა წამიყვანეს, მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი Fort Mac-ში შეღებვის სამსახურად. მე მგონი რამდენიმე კვირა ვიყავით იქ სულ. გოგო მოვიდა იმ სახლში, მოვიდა სუმთლად ახალი Chevrolet კამაროთი, ძალიან კარგად ჩაცმული. დღევანდელი გადმოსახედიდან როცა უკვე ვიცი იმ გოგოს ვარცხნილობა რაც ღირდა, ალბათ იყო $100. იმ გოგოს ფსხილები ღირდა ალბათ $150, ანუ მანიკიური. გადმოვიდა ძალიან კარგად ჩაცმული, ჩვეულებრივ სუფთა, ძალიან ლამაზი, მართლა ძალიან ლამაზი გოგო. გაიკეთა ესე კამარი, რომელშიც თავის ხელსაწყოები ელაგა და შევიდა მეზობელ სახლში. იყო ელექტრიკი, ხო, ანუ ქართულად არ ვიცი, ელექტრიკოსი იყო ალბათ ესეა. ეგ იყო ჩემი, ასე ვთქვათ, პირველი შეხვედრა მანდილოსანთან, ქალთან, რომელიც ალბათ ქართველებისთვის არატრადიციულ სამსახურში მუშაობდა. ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა გოგოს, რომელიც მუშაობს, ანუ კაცის საქმეს აკეთებს, ვერ ვიტყვი, აქ ესეა რა. მყავს გოგოები ნანახი, რომლებიც მუშაობდნენ, ანუ ნავთობს, სადაც მოიპოვებენ, გადასამუშავებლები, სადაც არის რაფინერიის. იქ არის ხრეშის გზა და იმ ხრეშის გზაზე დიდი ტრაქტორით წმენდა ყოველ დღეში ორჯერ გზას 12 საათიანი შიფტი იყო და პატარა ტრაქტორით ბობკაც რო ეძახიან, იმაზე მუშაობდა თვითონ კამში. მე რაც მაქვს იმაზე გაცილებით მეტი ხელფასი ქონდა მაშინ იმას. კითხე $42 ქონდა საათში, 12 საათიანი შიფტში რომ მუშაობ, 8 საათს $42 გუხდიდნენ და დანარჩენ 4 საათს 1.5-ს. კიდე იყო რასაც ეძახიან შემდუღებელი, ალბათ შემდუღებელი ქვია, სვარჩიკი, ვალდერი, ასე ვთქვათ, მე მგონი შემდუღებელი ქართულად. შემდუღებელი გოგო, რომელშიც მუშაობდა, ანუ ნავთობი გადააქვთ, მიილებით, რომლებიც მიწის ქვეშ არის სიტყვაზე Keystone XL არის, რომელიც პროვოსტი, მე მგონი პროვოსტი არ მახსოვს ზუსტად ქალაქი ალბერტაში, იქიდან მიდის ამერიკაში. მუშაობდა მაგაზე ველდერად. ვიცნობ გოგოს, რომელიც მანქანის ხელოსანი იყო. ვიცნობ გოგოს, რომელიც ანუ პიკაპ ტრაქზე უკან იღებდნენ იმ საბარგულს, ასე ვთქვათ, და აშენებენ ზემოდან სხვადასხვა ეკიპირებას, ანუ კრანს ადგავენ, არის ესეთი რო სიტყვაზე თუ ხელოსანი ხარ და მუშაობ ქალაქგარეთ ან გზაზე, road service, რასაც ქვია, ყველაფერი აქვს. მაგებს აკეთებდა ძალიან ბევრი კვებეკელი, ფრანგები კვებეკიდან ჩამოდიან ალბერტაში, მუშაობენ roofing-ზე, ანუ ჭერს აკეთებენ სახლზე. ძალიან ბევრი ბარებში და რესტორნებში, სადაც მუშაობდნენ მზარეულობის აბსოლუტური უმრავლესობა იყო კაცები, ანუ სიტყვაზე ქართული მენტალიტეტი რო გადახედა, ხალი მზარეული, არა, კაცები იყვნენ. ვიცი ორი ქართველი, რომელიც მოხუცებსული და მოხუცებულთა სახლში, აქ არ არის, კანადას აქვს მოხუცებულთა სახლები, არ არის როგორც ევროპაში, რომ შენ სახლში ხარ და შენ სახლში ბერდები. არის ეგ ოფცია, მაგრამ ალბათ 90% მიდის მოხუცებულთა სახლში და ცხოვრობენ იქ. და ორი ქართველი კაცი ვიცი, რომ მუშაობდნენ იქ მომლელებად, ანუ ეგეც შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მთელ ევროპაში ქართველები გული არ მოხუცებს. კაცები იყვნენ ორი. დამლაგებელი კაცი, ანუ კაცი დამლაგებლად რომ მუშაობდა, ჩვეულებრივი ამბავი არის.
Cisco-ში რომ მუშაობდი, ამის პირველ 2 საათზე რომ ვიწყებდით ხოლმე სამსახურს და რესტორანში შევდიოდით, რესტორანი თუ იკეტებოდა 12 საათზე, ან 11-ზე, პირველ 2 საათზე, 3 საათზე მოდიოდნენ დამლაგებლები. უმეტესობა კაცი მხვდებოდა არ ვიცი, ანუ ჩემი აზრით კანადაში არ არსებობს ქალის სამსახური და კაცის სამსახური. თქვენ თუ ენა იცით და პროფესია გინდათ, ხელს ვინ შეგიშლით პირიქით. არის ქალების იუნიონები, არ ვიცი იუნიონი ქართულად როგორ არის მართლა, ანუ გაერთიანებები ესე ვთქვათ. რომლებიც მუშაობენ, ანუ blue collar jobs ეძახიან, ანუ ლურჯ სამსახურს ეძახიან, ასე ვთქვათ, მშენებლობაზე ვინც მუშაობს, ასე შემდეგ. და ადრე პოსტიც კიდავდა ერთ-ერთ ჯგუფში, Red Deer-ში, ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობ, ერთ-ერთი ესეთი გაერთიანება ქალების თავაზობდა 6 თვიან უფასო კლას 1-ის სკოლას, რომელიც ღირს $11,000. და მე სამსახურს გაძლევდნენ იუნიონში, უნდა დარჩენილიყავ მინიმუმ 1 წლით. მაგრამ ისინი იხდიან ამ $11,000 შენთვის. ესე რომ ხო ტრაქ-დრაივერი ქალები მყავს ნანახი, ცემენტის გადამზიდი ქალი მყავს, ანუ დიდ მანქანაზე როს ხედან, ჰოსტა ძალიან ხშირად ქალების ხედან, ანუ ქარხანა არ გეგონოთ რომ მარტო ქალები არა კაცები შევამთ ქალებს, ანუ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემი გამოცდილებით და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ უმეტესობა დამეთანხმება კანადაში არ არის ქალის და კაცის სამსახური. ნებისმიერ პროფესიას შენ ფიზიკურად, მენტალურად გაკაჩავ, წადი, არავინ არ გეტყვის უარ სამსახურზე, იმიტომ რომ ქალი ხარ, ან იმიტომ რომ კაცი ხარ. არავის არ აინტერესებს ეგ შენ ისე თქვი საქმეს თუ გააკეთებ. დაჟე ვიკითხე ამ ვიდეოს სანამ ჩავწერდი, ჩემთან სამსახურში ქალი რაფნეკი ჩემ პოზიციაზე თუ ყავდათ ნანახი და ერთმა თქვა რომ რამოდენიმე წლის წინ ერთადერთი ქალი ყავს ნანახი, მაგრამ ჩვეულებრივ მუშაობდა ყველაზე ნავთობ ინდუსტრიაში ყველაზე ფიზიკურად ძნელი სამსახური მაქვს და ქალი მუშაობდა. ის გარდა ძალიან ბევრი გოგო არის, რომელიც რანჩერები არიან და cowgirls. ანუ ფერმაზე მუშაობენ, დასდევენ ცხულფეხა საქონელი ძროხებს, ცხენებს ავარჯიშებენ. ხო, ეხლა ნავთობში რომ მუშაობ, hot shot-ებს ეძახიან, უცბად რაღაც რო გჭირდება, ან მილები, ან რაც, ან ნებისმიერი ეკიპირება, რომ უცბად დაურეკო და ისინი წავლენ საწყობში და მოგიტანენ, ხო და ამ ზამთარს რომ მუშაობდით, რამოდენიმე ჯერ მოვიდა, კლას 3 არის ალბერტაში, არ ვიცი როგორ არის სხვა პროვინციაში, მაგრამ კლას 3 იყო? არა, ბოდიში, კლას 1 იყო, დიდი სემა იყო ჩაბმული. თავისი ამწეკრანით. მოვიდა ტიპი და მოყვა პატარა გალიკნული გოგო, რომელსაც იგივე ქავერალიაც ვთქვათ, რაც მე მაცია ხოლმე, ძალიან დიდი აილაშის, ანუ წამწამები ქონდა დაწკეპილი, მანიკიური რაღაც ფერადი და ყველა გავიგო და ციცილით, მაგრამ ეხმარებოდა და ანუ კომპლიმენტი უთხარით რა და აღმოჩნდა რომ მამაშვილი იყვნენ, ეს იყო მამის ბიზნესი და მამა აბარებდა თავის 24 წლის გოგოს ამ ბიზნესს და ავარჯიშებდა ესე ვთქვათ რა. ანუ მოვლენ ლოკაციაზე, სიტყვაზე ტრუბები აქვს, კრანი აიღებს ამას გადმოგვიტვირთავს იქ სადაც ვეთქვი, всё ეგ არის. ანუ, ხო, ჩვეულებრივი ამბავია, არ არსებობს აქ კაცი, ქალი. თქვენ რის იკეთებაც გინდათ, ენა, გამოცდილება, იმის შესაბამისი განათლება თუ ხელს გიწყოთ, გზახსნილი გაქვთ ყველა მხრივ აბსოლუტურად, ასე რომ მაგაზე აღარ იფიქროთ, რომ ქალი და კაცი კიდე გეუბნები, ძალიან ბევრი უფასო კურსები არის ქალებისთვის, ესეთი სამსახურებისთვის, ანუ სადაც ჩვენი გაგებით კაცმა უნდა იმუშაოს რა. წარმატებები ყველა მანდილოსანს, რომელიც ემიგრაციაში აპირებს წასვლას, არაფერზე არ დანებდეთ, იმიტომ რომ აიმე კაცის საქმეა, მაგრამ